მოგესალმები ნატა. მოკლედ, დღეს შენ იმყოფები ჩაჩავას კლინიკის VIP პალატაში, რომელი მომსახურებითაც მხოლოდ ქეთევან ჯაფარიძესთან შეგიძლია ისარგებლო. მე აგიხსნი ახლა დეტალებს. ახლა შეგიძლია გამოიცვალო, მოემზადო და ვენას აგიღებენ, პრემედიკაციას გაგიკეთებენ და ნელ-ნელა უკვე მოგამზადებენ საოპერაციოდ. ხომ არ ნერვიულობ? საერთოდ არა. ძალიან კარგი, მიხარია. და ასევე მინდა გითხრა, რომ ნარკოზიდან როგორც კი გამოხვალ, იქნები პოსტოპერაციულ ოთახში. და ამ ოთახიდან მე უკვე გადმოგიყვანენ შენს VIP პალატაში გემი. ეს არის ჩემი ულამაზესი პალატა და მოვიდინებს საერთოდ გადააჭრება. როგორი განწყობა გაქვს? ფენიერი, იდეალური, ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ, არ ნერვულობ. დადორია. ძალიან კარგი, წარმატებები გისურვებ. მადლობა. აბა შენც. ჰაი. ხონერბილო? არა. ეხლა შენი ძილის დროა. ხო და ყველაზე მთავარი რაც შენ გევალება ამ ეტაპზე არის ის რომ უნდა მოიფიქრო რომელ კუნძულზე გინდა მოგზაურობა. და თან წარმოიდგინე რომ ულამაზესი ცხვირით დანარნარებამ კუნძულზე და ესე მშვიდად, წყნარად, კარგად და გემრიელად ისვენებ. იძინებ იყო და ულამაზესი ცხვირი. აბა წარმატებები ოპერაციაზე და მადლობა. აბა შენიცი. განწყობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო. გეშინია? არა. კაი გოგო ხარ. აბა წარმატებები. ქეთი ექიმამ. აბა ვიმზადებით ოპერაციაში შესასვლელად. ბატონო ქეთევან მორჯობათ. როგორც მოვახსენე ჩვენს მაყურებელს, დღეს ვესწრები ოპერაციას რინოპლასტიკას, რომელსაც თქვენ ჩაატარებთ უახლესი დახურული ნაკლებად ტრამვული მეთოდით. გარე განაკვეთის გარეშე. თუ შეგიძლიათ ორი სიტყვით სანამ ოპერაციას დავიწყებთ, რომ მითხრათ ამ მეთოდის დეტალები. მეთოდი არის ყველაზე ახალი რინოპლასტიკაში. დახურული მიდგომა უფრო დაიხვეწა ვიდრე იყო, რაც წარმოადგენს დახურული მეთოდი ეს არის როცა განაკვეთები არ კეთდება გარედან და კეთდება ყველაფერი შიგნიდან. ამ მეთოდის წყალობით ყველანაირი ფორმის ცხვირის დახვეწა უკვე არის შესაძლებელი გარედან განაკვეთის გარეშე. აქვს ძალიან ბევრი პლუსი. პირველი რა თქმა უნდა ის რომ პაციენტისთვის არის დამზოგვენი. ანუ ბევრად მეტი ტრავმებია და უშუალოდ ძველი დახურულის და ღია შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ნაკლებ ტრავმები. ძალიან კარგი. რეაბილიტაციაც როგორც ვიცი, უმარტივესია. რა თქმა უნდა შესაბამისად ტრავმების სიმცირის გამო. ძალიან კარგი. ქალბატონ ქეთევან, თუ შეგიძლიათ, აი უცებ პატარა კადრი მაინც რომ მაჩვენოთ, აი საიდან ხდება ცხვირის დამუშავება? ხო, განაკვეთი ტარდება. ის ჩამეყარა. ფრთისებრი, ქვედა ფრთისებრი ხრტილისა და ზედა ფრთისებრი ხრტილის შორის. აი აქ. აჰა. შვენიერი. ანუ გარედან ნაკერი საერთოდ არ აქვს პაციენტს. არანაირად გარედან არ აქვს. თუ რა თქმა უნდა განიერი ნესტოებია, რა გვაქვს ის განაკვეთი უკვე სხვა განაკვეთია, რომელიც უბრალოდ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ გჭირდება. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები გისურვებთ ოპერაციაზე და შიგადაში გადავიღებ პატარ-პატარა ვიდეოებს და ვაჩვენებ ჩვენს მაყურებელს. წარმატებები ოპერაციაზე. მადლობა. ეხლა რას ვუკეთებ პაციენტს? ეხლა კეთდება ადგილობრივად გაყუჩებაც, რომ ცენტრალური ტრავმების შეგრძნებაც არ ქონდეს დიდად პაციენტს. ამას მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის პროცესისთვის ასევე, იმიტომ რომ მაინც ტვინი იმახსოვრებს თუ რაღაცას უზიანებს.
ოპერაცია უკვე სრულდება და მალე გაჩვენებ შედეგებს. აი ესეთი ულამაზესი ცხვირის მიღება შეგვიძლია გარედან განაკვეთის გარეშე. ნახეთ, ნესტოებთან ნაკერი არც კი აქვს. ალბათანათვის ნამდვილად წარმატებით დასრულდა თქვენი ოპერაცია და ნამდვილად შემიძლია თამამად თქვა, რომ ოქროს ხელები გაქვთ. დიდი მადლობა. დაგჭირდა ტრანსდომალური და ინტერდომალური ნაკერი. ანუ ესენი არის ღვთისმშობლის ნაკერები, რომელიც ღია მეთოდის დროს კეთდება მხოლოდ და მივიღეთ იდეალურად ხელი და პატარა ცხვირი. ძალიან კარგი, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა მოწვევისთვის და დროებით დაგემშვიდობებით. ნახვამდის.